მეურნეობის ტერიტორიით დავიკავეთ მოდის ბრძანება და აქ გამოდიან უკან. იგივე სიმაღლეებს ვიკავებთ, ბრძანება მოდის გამოდიან უკან. რა ხდება? კაციშვილმა არის დღემდე ამის პასუხი. არ მოდის ბრძანება ეს მაინც. თბილისიდან მოდის ბრძანება. ეს რა ბრძანება არავინ ერთის ვინდა. თავად მარინაშვილს ამბობს თქო 12-13 წლის ინტერვიუში რომ მე მივიღე ბრძანება, მოკლედ ვინ იყო არ ვიცი ეს კაცი. მაგრამ ხელს ვინ აწევს არ ვიცი? არა რა ხელს მოტერებს ტელეფონით და მე სიტყვით სავარაუდო. პრინციპში აქედან რო ხელი. არა მაგალითად აი ხო ფურცელზე რა, მაგალითად თუ არქივს წახვალ შეიძლება შეგვხვდეთ ხოლმე ფურცელი, როცა აი დოკუმენტია, ოფიციალური დოკუმენტი არის. და ამით თქვა რომ გადავფრთხილ არის ბუღალტრიული ანგარიში. იმიტომ რომ ფურცელი არ აქვს რომ დაწერო და რაც დაწერე. ლაკენ გავდი თან ახლა ქაოში რა სახელმწიფოს თქო ხო აქ რა არის რაღაცა პირად იმას ამის ყველაფერი. ოღონდ აქვე მნიშვნელოვანია რომ ეს სიმაღლეები რომელზეც უკან ბრუნდებოდნენ საიდანაც მიდიოდნენ, სადაც რომელზეც იღებენ ქართველი ჯარისკაცები, უკან რომ ბრუნდებოდნენ მერე გაგრის ოქტომბერში ჩდება ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილებად მათ შორის ბანჩერაღების შემოსაშვება და მომარაგებისთვის აფხაზებისთვის. თებში არ მთლიანად ანუ შენ გაგრას თუ იგივე თქო შენ თუ გინდა რომ თბილისი დაიცვა შენ უნდა დაიცვი შემოგარენ თუ რა თორე სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს ანუ შენ არ ვაკეში ვერ გამაგრდები იმიტომ რომ მე დაგიყენებს აგერ პარტიზანული ომი იქნება მაქსიმუმ არ პარტიზანული არ იქნება არანაირად შენ უბრალოდ კუსტბაზე დაგიყენებს ტანკს და იქიდან აქ ესვრის უბრალოდ ანუ არაფერის არ იქნება უბრალოდ კორდას მიწევს. იგივე არის მაგ აგრაცი ხა შენ მაგ აგრაში რას ანგრევს არ უნდა ხარ თუ შენ სიმაღლეები არ დაიკავებ შენ შანსი არ აქვს უბრალოდ იქ.